თბილისში ჩვენ მსგავსი მოძრაობის რეჟიმი არ აქვს. სამწუხაროდ. თბილისში არ აქვს. ეხლა ქუთაისში და ბათუმში და თელავში არ მგონია რომ უყურე რა შესაძლოა. მე სულ ხსნი ხოლმე მეტრო დიდუბიდან დინამო სტადიონამდე წერეთლის გამზირის სანაზე რა ქვია მაგალითად. მოდი ჩვენ წარმოვიდგინოთ დაფაზე რომ თქვათ 1 2 3 4 5 ხო? თქვა 5 ზოლიანი მოძრაობა. იქიდან პირველი ზოლიაც არის, მეორე ზოლიაც არის, მესამეც არის. ამ მონაკვეთს რევერსულ მოძრაობას ჩვენ სინამდვილეში რო წარმოვიდგინოთ ისე ვირტუალურად 112 რო არ ნოცობიძეზე 112-ია, სადაც ჩვენ ვიყავთ, რაღაცა რო გვჭირდება 112. მაგას ეძახიან თეფს, სხვანაირად. იქიდან უნდა იმართებოდეს, არსად არავით არის ინსპექტორი და ის არა, აქ გვაქვს ჩვენ კამერები, ამ კამერებს უყურებს ცენტრალური პუნქტიდან იქიდან ჩემნაირი შენაირი ინსპექტორი და უყურე რა ხდება. თქვათ ეს არის მეტრო დიდუბე. მეტრო დიდუბე კი ვიცით, ხო? მეტრო დიდუბე. ეხლა უყურე თუ დილით რადგანაც მთელი დასავლეთ საქართველო აქედან ეხლა აქეთ მოძრაობს და მიდის დინამო სტადიონისკენ ეს 112 უყურებს კამერებში რომ აქ ბევრი ტრანსპორტია ამ ტრანსპორტს გაანაწილებს პირველი მეორე მესამე და მეოთხე ზოლში გაუშვა რომ რა შეიძლება ფართოდ წავიდეს ტრანსპორტი რომ აქ საცობი არ შეიძლება. დინამო სტადიონიდან აქეთ მოდის მხოლოდ ერთი ზონა. იმიტომ რომ კამერებში უყურებს რომ დინამო სტადიონზე აი ბაზრობასაც არის. იქ ცოტაა ტრანსპორტი. მიგე? დღის მეორე ნახევარში ატყობს ეს პატრული 112-ის მორიგი ატყობს რომ აქ უყურე დააგროვდა ბევრი მანქანები. ხედავ? აქ. გაიჭედა მოძრაობა. აქ უკვე მოძრაობა იმდენი არ არის, რაც იყო დილით. ამიტომ ამათ უყურეთ შემოკარგო. იქ უნთებს, აი აქ უნთებს ლურჯი ის არის, გადადი მარჯვნივ. აი ლურჯი, გადადი მარჯვნივ. აი ისა ხვითელი ის არის, ხვითელი. გადადი მარჯვნივ. ანუ ეს მეორე ზოლი გადაიყვანა მარჯვნივ, მესამე ზოლი გადაიყვანა მარჯვნივ, მეოთხე ზოლიც გადაიყვანა მარჯვნივ. გესმის? ყველა ეს ტრანსპორტი ავტომატურად ამის მეშვეობით ხვითელი ისრის მეშვეობით. ახლა გაჩვენეთ ხვითელი ის არის. და აქედან გამოუშვა მეორე ზოლი, უყურე? მესამე ზოლი და ასე შემდეგ. გესმის? 4 ზოლი მიდიოდა დიდუბიდან დინამო სტადიონამდე, რადგანაც იქ და აქ უკვე საცობი გამტვირთა, გესმის და ეხლა აქედან წამოვიდა 4 ზოლი. ანუ რა მოხდა? ავტომატურად შეცვალა ზოლების მიმართულება, შემდეგ კიდე თუ დაგროვდება ბევრი მანქანა აქა, მერე ამას გადაუშვებს, გესმის? ამას ეკნება გადადი მარცხნივ. აი ესე. მერე ესენი ანუ რევერსულად, ანუ ავტომატურად ცვლის მორიგე ინსპექტორი ამ მოძრაობას. შენიერი მეთოდია ეს რო იყოს თბილისში ცუდი არ იქნებოდა. მე ახლა აქ თქვენ გაჩვენებთ მაგ რევერსული